თქვენ სამშობლოს, თქვენს ოჯახებს, თქვენს გვარს, გამრავლდით, გაღონიერდით, მოყვასო. ღვთისწყალობაა ჩვენზე, ღვთისწყალობაა ჩვენი ერის დასაბამიდან, ჩვენი ერის საწყისებიდან, ხილული ღვთისწყალობა და ამისი არ დანახვა, ამისი არ აღიარება, ამისი უგულებელყოფა დიდი დანაშაულია, უმადურობა არ გვეპატიება. მე ძალიან ბევრჯერ გამიჟღერებია მე და ჩემს მეგობარს გეგა ხვედელიძეს, რომ ჩვენ 50 საუკუნის ერი ვართ, მოგეხსენებათ ბიბლიური დათარიღებით, ბიბლიური მონაცემებით 54 საუკუნის წინ წარღვნა მოხდა და მე იბადება, იქმნება აქ უკვე შეიძლება ითქვას პატარა კაცობრიობა და აი ამ პატარა კაცობრიობამ შესაბამისად მე დასაბამი მისცა მთელ კაცობრიობას და ეს პატარა კაცობრიობა ბაბილონამდე არსებობდა აქა და აი მე და გეგას უკვე მომზადებული გვაქვს უახლოეს გადაცემებში გეახლებათ იგი და ვისაუბრებთ ამ თემაზე, რომ რა ხალხი იყო, რა ერი იყო და იმ ეპოქიდან გვაქვს საოცარი წყალობები და იმ ეპოქიდან იცოდა ქართველმა ადამიანმა, რომ დაჯილდოვებული იყო ღვთისაგან, დაჯილდოვებული იყო ზეცისგან, დამბადებელი ღმერთისაგან და მომადლებული გქონდა უამრავი რამ და პირველ რიგში ეს არის ენა. და მე უამრავი ცოდნანი, რომელიც კარგად გამიგეთ, ისეთი ცოდნები არის და ისეთი მაღალი აზროვნებებია, რომ გამორიცხულია ეს ადამიანს ღმერთის გარეშე მიეღო. არამც თუ ეგრეთ წოდებულ ზეზვასა და მზიაშთა მომავალს მიეღო და მე ძალიან განვიცდი და ვწუხარ იმაზე, რომ ძალიან ბევრი მეტადრე ქართველი, მეტადრე ქრისტიანი ფიქრობს და უშვებს იმას, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ მათი შთამომავლები, აი ახლა რო პოულობენ ხან ყბას და ხან კბილს 2 მილიონი, 3 მილიონი და 1,5 მილიონი წლის წინანდელი არცებისა. რა მისცა კაცობრიობას აი ამ ერმა, ქართველმა ერმა, აქ მაცხოვრებელმა ერმა, რა მისცა და რა ჩვენინებით მივეცით, რა წაგვართვეს, რა წაგვგვარეს და ასე შემდეგ. ეს ძალიან მარტივად არის მისახვედრი, მით უმეტეს ისეთი ეპოქა მოდის, რომ აი მაგალითად ეს უკვე დნმ-ის ანალიზი ჩნდება, გენეტიკური ანალიზი ჩნდება, არქეოლოგია, საოცარი მეცნიერება დაუმეგობრდა, შეიძლება ითქვას ძალიან ბევრი მეცნიერება, ფიზიკა და ქიმიაც კი დაუმეგობრდა თეოლოგიას, ღვთისმეტყველებას, ბიბლიას, არამც თუ ისტორიასა და რეალურ ისტორიასა და არქეოლოგიას რამხელა დანიშნულება აქვს. მოდით ახლა ვისაუბროთ რაღაც ფასეულობებზე, რაც ცხადად ჩვენია, რაც ცხადად აი აქ მაცხოვრებელი ქართველი ერისაა, ქარ, გორ, გრ, ყოლ ხალხის არის. მოდით ესეთი სახელწოდება ვთქვათ და საიდანაც მოდის მე შესაბამისად ეგრისელიც, მეგრელიც, კოლხიც, ქართველიც, კარდუველიც, აი ეს ფუძი არის. გრ, ყოლ, ქარ, ქრ, ეს უკვე შესაბამისად ძალიან ბევრჯერ გვაქვს განხილული და ერთ-ერთი რაც მოგცა და რაზედაც დღეს მინდა ვისაუბრო, ერთ-ერთი არის ქართული ფუტკარი. საოცარი არსება, ღმერთმა იმიტომ გააჩინა ქართული ფუტკარი და ზოგადად ფუტკარი, მოდით ასე ვთქვათ და მე განსაკუთრებით ქართული ფუტკარი და რატო განსაკუთრებით ამას აუცილებლად აღვნიშნავ, რომ ადამიანი მიხვდეს, ადამიანი დარწმუნდეს, რომ ეს სამყარო არის ღმერთის მიერი, ღვთის მიერი და ასე შემდეგ. აი ფუტკარის გარდა შეიძლება ითქვას, რომ გააჩინა მაგალითად ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, რომ ადამიანი მიხვდეს, რომ ეს ზეციურია ადამიანი, ეს სამყარო ზეციურია. შოთა რუსთაველი ამისთვის გააჩინა ეს ზეციური სამყარო, უსასრულო მოძრაობა ღმერთმა იმიტომ გააჩინა, რომ ადამიანი მიხვდეს, რომ ეს სამყარო ღმერთმა შექმნა. ეს მიკრო სასწაული ნანო სამყარო, რომელიც არ მთავრდება, ჩადიან თავიდან რომ მოლეკულა გახლეჩეს, უმცირესი ნაწილი ეგონათ, მე ატომზე ჩავიდნენ, მე ნეიტრონები გახლეჩეს, რაღაც სასწაული სიმცირეებია ზომისა და იქაც უსასრულობაა, ზემოთაც უსასრულობაა და ღმერთი გეუბნევათ,
ღმერთი გვეუბნება, გვარწმუნებს, მოდის ჩვენთან 33 წელიწადი, ცოცხლობს, ცხოვრობს ჩვენთან ერთად და გვეუბნება, რომ შენ ჩემდაგვარი არსება ხარ, ჩემნაირი არსება ხარ, ჩემი ხატი ხარ. მაგრამ მაინც იქით იყურებიან რაღაც ცრუ სწავლებისაკენ, აი ეს გამოუგნებელია და სამწუხაროა. ქართული ფუტკარი. ქართული ფუტკარი ეს არის ჯადოსნური არსება, ღვთიური არსება, გამორჩეული არსება, მოდით ასე ვთქვათ, მთელი ფაუნიდან. არ მომერიდება მე ამის თქვა, რომ იგი გამორჩეული ახლა აღიარებულია, რომ ლომია მეფე, ცხადია და ის არის ცხოველთა მეფე, ასე ვთქვათ და ასე, მაგრამ მე მაგალითისათვის ხაზს გავუსვავდი და ქართულ ფუტკარს და გამოვაცხადებდი ფაუნის მეფეს, ისეთი გენიალური არსება, ისეთი საოცარი არსება. ნახეთ, წარმოიდგინეთ ბატონებო, რომ როგორც მაგალითისათვის მეღვინეობაში, მეხილეობაში და ფეხბურთში და ასე შემდეგ იმართება ტურნირები, ფესტივალები, კონგრესები, შეჯიბრებები და ასე შემდეგ, ანალოგიურად იმართება და მეტადრე იმართებოდა, მოდით ესე ვთქვათ, კონგრესები და ჩვენებები და შეჯიბრებები აი ამ მწერის გარშემო და ამ მწერის მახასიათებლად და იმდენჯერ ყოველთვის პირველ ადგილზე ოქროს მედალი აიღო ქართულმა ფუტკარმა, რომ ეხლა უკვე შეჯიბრებებს აღარც ატარებენ, ეხლა ახალი ჯიში ცხადია არ დაბადებულა, ახალი ფუტკარი აღარ არსებობს და გამარჯვებულია უკვე ისეთ კვარცხლბეკზე დგას და შეურყეველია მისი ადგილი. წარმოიდგინეთ, მე როგორც მახსოვს, ეხლა ჩავეძიები ამას და დავწერ ამ გადაცემის გამოქვეყნების ადგილის ქვეშ, მე როგორც მახსოვს, ჯერ კიდე 20-იან წლებში, აი ადრეული ССРК-ს ეპოქაში, წარმოიდგინეთ, ამერიკაში ჩატარდა ესეთი კონგრესი 20-იან წლებში, 20-იანი წლები იყო, წარმოგიდგენიათ რა ეპოქაა. და იქ ჩაყვანილი იყო მაგალითისათვის ალბათ ციმბირული ფუტკარი, პირინეის ფუტკარი, აპენინის ფუტკარი, აფრიკული ფუტკარი, ამერიკული ფუტკარი, ასე შემდეგ და მათ შორის იყო ქართული ფუტკარი. კიდე ერთხელ ხას უსვავ, ეს არის ქართული ფუტკარი და არა რაღაც კავკასიური და ასე შემდეგ, ეს დამაბნეველია ძალიან ბევრისთვის და აქ მე პატრიოტიზმი არ მასაუბრებს, აქ არის საუბარი ობიექტურობაზე, რომ ეს არის ქართული ფუტკარი. როგორც ნაგაზია ქართული და როგორც ვაზია ქართული და ასე შემდეგ, აი ეს ანალოგიურად ქართული ფუტკარია და ამ ქართულმა ფუტკარმა გაიარა რამდენიმე ეტაპი, რამდენიმე ტური და გავიდა, შემდეგ ფინალში გავიდა და იყო იტალიური ფუტკარი და ქართული ფუტკარი. წარმოგიდგენიათ, 20-იანი წლებია და ამ ქართულმა ფუტკარმა საოცარი შედეგი დადო. თვითონ ამ ფუტკარს აქვს განსაკუთრებული რითია, იცით, რომ ყველაზე გრძელი ხორთუმი აქვს 7-8 მილიმეტრია, წარმოიდგინეთ, მისი სიგრძე, ხორთუმის სიგრძე და სადაც აი არსებობს ძალიან ბევრი ყვავილოვანი მცენარე, მაგალითად აკაცია სიტყვაზე, ხო ხდებით, ყველას გვინახავს მისი საოცარი ყვავილი და საოცრად არომატული, საოცარი სილამაზი, საოცარი გემოსი და ბავშვობაში ჩვენ ბავშვობაში კამფეტის დეფიციტი იყო ხოლმე, ხანდახან ხო ხდებით, გახსოვთ და შესაბამისად აი ეს ვის არ გვიჭამია, ვის არ გაგვისინჯავს სოფელში თუ ქალაქად. ქალაქათაც თბილისი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ქალაქია, სადაც ყველაზე ბევრი აკაციაა და ყველაზე ბევრი ცაცხვია. ამაზე ვისაუბროთ, ხო და შესაბამისად აი ეს ქართული ფუტკარი არის განსაკუთრებით, რომ როცა სხვა ჯიშის ფუტკრები რიგი ყვავილების ძირში, სადაც აი ბუტკოს ძირია, ასე ვთქვათ, იქ ვერ ჩადიან და ვერ იღებენ იქიდან სიტკბუებასა და ნექტარს, ქართული ფუტკარი ძალიან მარტივად სწდება, იღებს იქიდან საუკეთესოს, სადაც არის დედო, სადაც არის დრიტა იმ ყვავილის ძირისა და სადაც იბადება ფუტკარი და იქიდან იღებს ფუტკარს. ამითიც აჯობა და სხვა თვისებებითაც, ეს არის ტრანსპორტირების საშუალება, ეს არის ბრძოლის უნარი. მარტო კრაზანა ერევა მწერებში, წარმოგიდგენიათ, ვერავინ ვერ ერევა, ვერც ერთი, ეხლა ვერავინ, ანუ ვერ არა მწერი ვერ ერევა, მხოლოდ კრაზანა დაუნდობელია, პირველ ადგილზეა სამწუხაროდ, თან ველურია, ბოროტია, მახინჯია, ალერგიულია, ქურდია, ყაჩაღია
სხვათა შორის ხორცსაც მიირთმევს, სიდამპლესაც მიირთმევს, სიმყაყესაც მიირთმევს, მოდით ასე ვთქვათ და რატო ვთქვი ეს სიტყვა, მე ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მიირთმევს ტკბილეულსაც. ასე შემდეგ და მხოლოდ კრაზანაერევა ქართულ ფუტკარს საქართველოში. სხვა ვერაფერი ვერ ერევა. მე ხა მაგალითად აი ესეთ რაღაცას ვიტყვი, რომ სკაში რო შედის სხვა უცხომწერი მომენტალურად მოკვდინებულია ის მაგალითად გინდა პეპელა იყოს, გინდა წრუწუნა იყოს, გინდა ბოსტანა იყოს, გინდა ხოჭო იყოს, ასე შემდეგ და მე როგორც კი მოაკვდინებენ, თუ შეძლეს და გამოათრიეს, ხო გამოათრიეს და გამოაგდეს იმ საფრენიდან და თუ არა და მარხავენ, წარმოგიდგენიათ დინდგელაში, პროპოლისში. და მე ის როგორც მუმია თუ მაგალითად იქნება შეიძლება საუკუნეები გაძლოს ისე რა როგორც დაკონსერვებულია საოცრად ეს ფუტკარმა იცის და ესეთი ძლავრი არსებაა და ყველგან მე შესაბამისად 50-იან წლებში 60-იან წლებში 70-იან წლებში გერმანიაში ჩატარდა იტალიაში ჩატარდა ბუდაპეშტში ბუხარესტში და ყველგან იმარჯვებდა ქართული ფუტკარი თავისი განსაკუთრებული თვისებით და სიკეთით რატო ვამბობ იცით რომ არის მაგალითად ესეთი პერიოდი ღალიანობა ქვია ღალიანობა როცა მაგალითად ბუნებაში ბევრი თაფლია და ფუტკარს ეგულება 10 მეტრში 20 მეტრში 1 კილომეტრში 2 კილომეტრში 5 კილომეტრში სადმე არის ულეველი თაფლი წარმოიდგინეთ რომ ადამიანმა აი სრულიად შეუმოსავმა ხელი რო ჩაყოს, ხელი რო ჩაადოს სიგნით იმაში სკაში, საფრენთან ხელი დადოს, პატარაზე აი გააბრაზოს კიდევაც, შეანჯღრიოს კიდევაც ეს სკა, ფუტკარი მას ყურადღებას არ მიაქცევს, ის არის გადართული ამის თავის ყველა საყვარელ საქმეზე, რომ თავის თამომავლობას და თავის პატრონს დაუტოვოს ერთადერთი პროდუქტია სამყაროში რომელიც გადამუშავებულია უკვე და მას გადამუშავება არ ჭირდება და ყველაზე მარტივად შესარგია თაფლი თუ ადამიანს არ აქვს ალერგია და შესაბამისად ხშირ შემთხვევაში აი თაფლი ალერგიულია რა თქმა უნდა ბევრი თაფლია ალერგიული და ის იმიტოა ალერგიული რომ ალერგიული მცენარეებიდან არის აღებული წარმოგიდგენიათ და შესაბამისად ის მცენარეა ალერგიული რაღაც მცენარე ხლა არ მინდა დავასახელო რომელიმე მცენარე იმიტომ რომ ზოგი მეფუტკრე იმ მცენარით სარგებლობს და მისი საფუტკრის გარშემო ის მცენარეა კარგად გამიგეთ და თუ აიღებთ მაგალითად ისეთ თაფლს აი მაგალითად საბჭოთა ეპოქაში იყო ძალიან დიდი ხილის მეურნეობები, გრანდიოზული ხილის მეურნეობები იყო ხოლმე გორში, აი ძევერაში, ვარიანში, კარალეთში და ასე შემდეგ ძალიან ბევრგან და ჰექტრებზე აი მაგალითად 5 კილომეტრზე იყო გადაჭიმული სიტყვაზე ვაშლის ბაღი. ხო წარმოგიდგენიათ რა არის და აი ვაშლი ყვავილობს. და აი ამ ვაშლის ყვავილობის დროს მოგეხსენებათ რომ თითქმის არაფერი არ ყვავილობს ისეთი ხე ასე ვთქვათ რა და არც მცენარეებია ჯერ მასიურად ამოსული ნუშის ყვავილობისას ალუბლის ყვავილობისას ატმის ყვავილობისას და აი ამ დროს შემოტანილი თაფლი არის ყველაზე ნაკლებად ალერგიული აი ისეთ ადამიანებსაც კი რომელსაც აი ალერგია აქვთ მათაც კი ხშირ შემთხვევაში არ ვნებთ და გაოგნებულები არიან და მე სხვა რა თაფლმა მაწყინათ და ახეთ ისეთი მომენტია ისტორიებიც არსებობს და არა მარტო ერთი აი ქსენოფონტე წერს და მე იმეორებს უამრავი ადამიანი აპიანეც იმეორებს ამიანე მარცელინიც იმეორებს და ასე შემდეგ რომ ქსენოფონტეს ესე იგი ჩვენ წელთაღრიცხვამდე 401 წელს რომ ბრუნდებოდა ბერძნული ჯარი მათ გამოიარეს მოგეხსენებათ ამოვიდნენ შუამდინარეთიდან ჩამოუარეს ჯერ კარდუელებს ჩამოუარეს კარდუში და მერე შესაბამისად გადმოლახეს ჩვენი ლაზიკის მთები ამოვიდნენ ესე წარმოვიდგინეთ კარნი გაიარეს ზემოსპერი გაიარეს და გადმოიარეს ლაზიკის მთები და ჩამოვიდნენ სადაც დღეს არის ტრაპიზუნთას აღმოსავლეთი და რიზეს დასავლეთი და იქ რო გადმოიარეს მთებზე
იქ ნახეს თაფლი, ფუტკარი, შესაბამისად შეიძლება ველური, შეიძლება უკვე კულტურული, ასე შემდეგ ეს სხვათა შორის არ არის ნახსენები ველური იყო თუ კულტურული იყო და იქ ჯარისკაცებმა, რომლებიც მოწყურებულნი იყვნენ ალბათ საკვებს, სიტკბოს და ასე შემდეგ, ეს თაფლი უხვად მიიღეს და დაეყარნენო და გული წაუვიდათო და გონება დაკარგესო და ზოგსო გარდაცვლილნი ეგონათო და თუმცაღაო იმის და მიუხედავად რომ ზოგმა 6 საათი, ზოგმა 1 დღე მაგალითსათვის ვერ გამოიფხიზლა, მერე ყველა წამოდგა და ყველა ჯანსაღად იყო და ანუ იქ ისეთი მათრობელა თაფლია, ისე დღესაც კი წარმოედგინეთ იქ მე ვიცნობ რეგიონს და საზოგადოებას, რომლებიც დაწაფებულები არიან ამ თავს, აი წარმოედგინეთ, სადაც არის სპერი, იქ უღელტეხილი არის ესე სპერიდან ესე გადადის ულამაზესი უღელტეხილი, ზაფხულში პეპლების საოცარი სპექტრია და ეს გადმოსასვლელი არის და გადმოდის სადაც რკინის პალუა და სადაც სურმენე და სადაც ოფი არის იმ ადგილას უღელტეხილი. და აი ამ უღელტეხილზე დღესაც კი 21 საუკუნეში ისეთი ყვავილია, რომელიც მომწამლავი მათრობელა თვისებების მქონეა. და თქვენს გაგისინჯავთ უამრავი თაფლი. სხვათა შორის აი მაგალითსათვის ღვინო რო არსებობს, ღვინო სხვადასხვა იტყვიან ხოლმე რომ აი ყველა წელს სხვადასხვანაირად დგება. მაინც ხშირ შემთხვევაში შეიძლება ერთ და იგივე ღვინო მოვიდეს რა სიტყვაზე 2020-ში და 2021-ში რომ ერთნაირი კონდეს გემო, შაქრიანობა, ფერი და ასე შემდეგ. ხო ხშირია. ხო და თაფლი რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ჩვენი თაფლი, აი ქართლის თაფლი, თრიალეთის ზეგანის თაფლი და თრიალეთის ქვედა ზონის თაფლი ყველა წელს სხვადასხვანაირია გემოთი, შემადგენლობით, ფერით და ასე შემდეგ. ყველა წელს და ყოფილა შემთხვევა რომ აი 4, 5, 6 ეგრეთ წოდებული ბიდონი ასე ეძახიან მისი შესატყვისი არის ესეთი ალუმინის კასრია, წარმოიდგინეთ ან პლასტმასის კასრია და აი შეიძლება ერთ ბიდონში სხვანაირი თაფლი გამოვიდეს, მეორეში სხვანაირით, მე ეს ბუნების საიდუმლოებაა და არავინ არ იცის. შესაბამისად მე ესეთი რამე მინდა რომ შემოგთავაზოთ ახლა დიდი სიხარულით, დიდი სიყვარულით მე სინამდვილეში მეფუტკრე ვარ, ჯერ მეფუტკრე ვარ და მე ყველა სხვა დანარჩენი ამ პარტავნობაში გადამდის ეს კარგად გამიგეთ მეფუტკრეობა, საგვარეულო მეფუტკრეობა, სუპატარა ბიჭუნა ვიყავი რომ ჩვენ ეზოში 111 ძირი ელაგა, ჩემი თვალით ვნახე და მე თვითონ დავითვალე და ღმერთმა მიცხონოს, ღმერთმა აცხონოს პაპაჩემი, რომელმაც მითხრა რომ პაპაჩემსო იგივე საქმე დამავალაო, დამათვლევინაო, სკებიო და პაპაჩემსო 125 ძირი ყავდაო. რა გამაოგნებელი ძალა, რა გამაოგნებელი ნიჭია, რა გამაოგნებელი ადამიანები იყვნენ, რომ წარმოიდგინეთ, ესე იგი 1800-იანი წლების პირველ ეპოქაში, პირველ ნახევარში დაბადებული ადამიანები ფლობდნენ და ჰქონდათ იმისი საშუალება, რომ 125 ძირი სკისთვის მოევლოთ, ამასთანავე საქონელი წყავდათ, ვენახსაც უვლიდნენ. თუმცა მე მითხრა ერთმა დიდმა ადამიანმა ამისი საიდუმლოება, რა თენდებოდა, იღვიძებდნენ, შრომობდნენ, ღამდებოდა, იძინებდნენ ზამთარში, ზაფხულში. ეს წესი იყო რა. შრომა, ლოცვა და მშრომელი კაცისგან ძილით შრომაა სხვათა შორის, კარგი დასვენება, აუცილებელი პირობაა, კარგი დასვენება შრომის ერთ-ერთი სეგმენტია და ნაწილია. შესაბამისად, მე ნებისმიერ თქვენთაგანს მინდა შემოვთავაზო ძმობა, მეგობრობა, დახმარება, უანგაროთ და მე თქვენ გასწავლით მეფუტკრეობას. მე თქვენ გასწავლით ძალიან მარტივად. ეხლა ისეთი ეპოქა მოვიდა, რომ ადრე მასწავლებელთან მისვლა იყო და მასწავლებლის მოყვანა იყო აუცილებელი და ხო გვაქვს იმისი საშუალებები, რომ აი ტელეფონით, ეგრეთ წოდებული ონლაინით ერთმანეთთან ვიკონტაქტოთ. აი ნებისმიერმა თქვენმა ეს არის სოფლის მეურნეობაში ყველაზე სუფთა ხელობა, ყველაზე ჯანმრთელი ხელობა, ყველაზე უწყინარი ხელობა, ყველაზე მარტივიც. მე ესე ვიტყოდი, კარგად გამიგეთ, ეხლა არავინ არ მინდა შევურაცხო და იმისი შრომა დავაკნინო, მაგრამ კარგად გამიგეთ.
მეღორეობაზე, მეცხოველეობაზე, მეცხვარეობაზე, მეფრინველეობაზე, მებოცვრეობაზე, ჩემი აზრით გაცილებით ადვილი არის მეფუტკრეობა რა. და ეს იძლევა თან იმის საშუალებას, რომ აი მაგალითად დავუთმო ერთი დღე ან ორი დღე, მაგალითად 10 სკას, 10 ძირს და მე დაისვენო, გამოეყო იმ საქმეს და 10 დღე, 7 დღე, ერთი კვირა, ორი კვირა ზამთრის პერიოდში სულაც 2 თვე, 3 თვე სრულიად ჩაეხსნა ამ საქმეს და სხვა საქმე, სხვა სამსახურით იყო დაკავებული. აი ამას იძლევა, აი ამის საშუალებას იძლევა ფუტკარი. ამ თავითვე ვიტყვი, რომ ვისაც გეშინიათ ფუტკრის, ნუ გეშინიათ ფუტკრის ისეთი ტანსაცმელი და შესამოსელი და მოწყობილობები არსებობს, რომ ერთი ფუტკარიც არ გიკბენთ და გიკბენთ და ძაღლი ხო არ არის, მგელი ხო არ არის, რომ რამე დაგიშაოთ. იგივე კრაზანა ხო არ არის, ხშირ შემთხვევაში კრაზანამ რო უკბინოს ადამიანს, მით უმეტეს ამ ეპოქაში, როცა ადამიანები ჰიპერალერგიულები გახდნენ, იქვე აუცილებლად უნდა კონდეს რაღაც საშუალებები. ეს არის ანტიგისტამინური და აი მაგალითადvis სუნთქვის გამხსნელი და ასე შემდეგ. ეს არის მე ახლა ექიმი არა ვარ, რომ ჩამოვთვალო და მომიტევეთ, მაგრამ ძალიან მარტივად გაერკვევით რა, რომ ფუტკრის კბენა არანაირად საშიში არ არის რა და კრაზანისაც არ არის საშიში, თუ გაქვს სხვადასხვა საშუალებები. და ფუტკრის კბენა მით უმეტეს არ არის საშიში, ძალიან მარტივია ადამიანისთვის ამისი გადატანა და აი 5, 6, 7 კბენის შემდგომ მით უმეტეს ხელზე ადამიანი ეჩვევა, მარტივად ეჩვევა, ვიმეორებ, თუ ჰიპერალერგიული არ არის. და აი აღარც გისივდება მე, რა თქმა უნდა, კბენის მომენტი და 20 წამი, 5 წამი, 10 წამი მტკივნეულია, მაგრამ მაინც ასე. შესაბამისად მე ესეთ რაღაცას გთხოვთ და გთავაზობთ, რომ აი იყიდოს ადამიანმა 2-3 ეგრეთ წოდებული პაკეტს ეძახიან. აი ეს არის ახალგაზრდა, ახალი გაყოფილი ან ახალი ნაყარი, ასე ვთქვათ, ფუტკარი. ეს იგივეა აი ახლა წარმოდგენისათვის, რომ მეცხოველეობაში რომ ადამიანმა იყიდოს ეგრეთ წოდებული, აი ძუძუს ახლად მოცილებული ბოჩოლა. ხო წარმოგიდგენიათ, რომელსაც უკვე ბალახი შეგვიძლია ვაჭამოთ, სპეციალური საკვები შეგვიძლია ვაჭამოთ და ეს ბოჩოლა ყავდეს და წამოზარდო და მერე უკვე შესაბამისად ესე გადააქციო ზრდასრულ ძროხად ან ხარად, ხო და შესაბამისად ანალოგიურად სიმარტივისათვის, კარგად გამიგეთ, სიმარტივისათვის და სიაფისათვის და ნულიდან დაწყებისათვის ოპტიმალურია, ჩემი აზრით, რომ ადამიანმა შეიძინოს პაკეტი, ეს არის ახალგაზრდა კიდე ერთხელ გეუბნებით, იმას ნიშნავს, რომ პატარა ძირია, სუსტი ძირია, ასე ვთქვათ და ის არის გასაძლიერებელი. თორე შიგნით მწერი, ჩვეულებრივი ზრდასრული არის. არ იფიქროთ, რომ ან ჭუპრებზია საუბარი, ან რაღაც პატარა ზომის ფუტკარზე. წარმოიდგინეთ, რომ სკაში, ძლიერ სკაში, რასაც ძლიერი სკა ქვია, რო ჩაიხედებით, არის ხოლმე, ახლა სხვადასხვანაირი სკები არსებობს, მაგრამ რაც უფრო ხშირია, იმაზე გეტყვით. ესეთი სკა არის და რო ჩაიხედებით, შიგნით არის 12, ხშირ შემთხვევაში 12 და არის ზოგან 11, ზოგან 10 ჩარჩო. ჩარჩო ესეთი ფუტკრის ჩარჩოა, ხის კარკასით არის გაკეთებული, რომელშიც არის თავდაპირველად ჩადებული ფიჭა, ესეთი სანთლის ფურცელი, რომელსაც 6 კუთხედების ფორმები აქვს და ამას რო ჩაუდებ ფუტკარს, მერე ფუტკარი ააშენებს ამას, ხო ხვდებით? ხო და როდესაც შესაბამისად საფუტკრეში არის ჩადებული 12 ჩარჩო, 11 ჩარჩო და 11-ვე ჩარჩოზე, ან 10 ჩარჩოზე, 11 ჩარჩოზე 12-დან არის ფუტკარი, ზის ზედ მოღვაწეობს, შრომობს და ასე შემდეგ, ეს არის ძლიერი სკა. ეს არის ძლიერი სკა და ეს შეიძლება 350 ლარი ღირდეს, მოდით ესე პირდაპირ ვთქვათ, შეიძლება 400 ლარი ღირდეს, აი ესეთი ძლიერი სკის შეძენა. აქ საუბარი არის თვითონ აი ამ ყუთის, საცხოვრისის, აი ამ სკის გარეშე. ხო წარმოგიდგენიათ? ანუ თქვენ თუ ყიდულობთ ძლიერ სკას, მასში დაახლოებით უნდა გადაიხადოთ
ალბათ 350 ლარი და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძლიერ სკას რო ყიდულობთ, შიგნით n რაოდენობის თაფლიც არის, n რაოდენობის ცვილია, n რაოდენობის ჭეუა და ასე შემდეგ. აი ეს იგივეა, რომ ადამიანმა მოდით ისევ პარალელი მეცხოველეობაში გავაკეთოთ, რომ აი ზრდასრული ძროხა იყიდოს, რომელიც არის 12, 13, 14 ლიტრი მეწველი დღის განმავლობაში. შესაბამისად, აი ანალოგიურად ესეთი პარალელი არის, რომ ეს არის ძლიერი სკა. ამას ახლა ცალკე რო იყიდოთ, კარგია რა თქმა უნდა, მაგის იყიდვა ჯობია და ასე შემდეგ და მაგასაც იყიდით და ეგეც გექნებათ და მანდამდე ძალიან მარტივად ახვალთ, მაგრამ მაინც კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი ვთქვათ ადამიანმა იყიდა ახალი ძირი. ეს რას ნიშნავს, იცით, რომ არის ორნაირი გამრავლების სახე. ეს არის ხელოვნური გამრავლება, აი ძლიერი სკა აქვს მაგალითად ადამიანს აპრილში და შეუძლია რომ ეს ერთი ძლიერი სკა გაყოს 2 და ხშირ შემთხვევაში 3 ძირათაც კი წარმოგიდგენიათ და ეს შესაბამისად ეს 12 ჩარჩო გადაიქცა 3-4 ჩარჩოიან ძირად. და უკვე აი დედა გამოიყვანეს და არის დედა ფუტკარი, ახალგაზრდა, ჯანსაღი, ლამაზი, კეთილშობილი, თავგანწირული, გენიალური, მწითური, ჟღალი, მოღვაწე, მეომარი და კეთილშობილი მწერი დედა ფუტკარი, რომელიც არის უკვე განაყოფიერებული. აი ეს არის შესაბამისად ახალგაზრდა სკა. აი ამას ყიდულობთ თანხასაც გეტყვით დაახლოებით ალბათ 130, 140 ლარად სავარაუდოდ. ძალიან ბევრგან იყიდება, თქვენ თვითონ გაიკითხეთ, თქვენ რაიონში, თქვენს კუთხეში, მეფუტკრეობის მაღაზიაში, ბაზარზე სადაც თაფლი იყიდება, ასე შემდეგ ძალიან მარტივად და თუ ადამიანი ვიგინდარა და სალახანა არ არის, არ მოგატყუებთ და დაავადყოფებულსა და აი დაკნინებულსა და ასე შემდეგ აი ამ პაკეტს არ მოყიდით. პირიქით ჯანსაღს მოყიდით, ლამაზად მოყიდით და თუ ადამიანია და თუ ქრისტიანია და თუ ქართველია, დაგირეკავთ კიდევაც რა სიტყვაზე 1-2 კვირაში, 1 თვეში, 20 დღეში და შეგეკითხებათ რომ აი ხო კარგად არის ის სკა რომელიც მოყიდეთ. მეფუტკრეებს ეს უფრო ახასიათებთ რა. და მიხარია რომ ეს ესია და არის ძალიან ბევრი გვერდი მეფუტკრეობისა Facebook-ზეც, ისედაც ინტერნეტში, სადაც ადამიანები არიან და უანგაროდ აყვალიანებენ, აი კეთილშობილები არიან, ჯიგარის ტკივად, კარგად გამიგეთ, ესეთი გამოთქმაა და ყველას ეხმარებიან, ყველას აყვალიანებენ და მეც აი თქვენ გვერდში ვიქნები. აი წარმოიდგინეთ, აი ამას ყიდულობთ, ესე იგი, სავარაუდოდ თუ მაგალითად მეორად, მაგრამ კარგ სკას იყიდით ალბათ 50 ლარად, აი ამ ყუთს, რომელიც არის სკა, მერე არის საკუჭნაო, მერე ხშირ შემთხვევაში არ არის რკალი, ეგრე წოდებული საბალიშე, თუ არ არის ეგეც არაფერი და სახურავი, კარგი სახურავი, რომელიც თუნუქით უნდა იყოს დაფარული და წვიმა არ ჩასდიოდეს. აქვე ვიტყვი, რომ ფუტკარს არ ეშინია სიცივის, თუ მძლავრი ოჯახია და ფუტკარს ეშინია სინესტის. თავარია ეს იყოს კაი ჰერმეტული, კარგად გამიგეთ და ეხლა საფრენი კონდეს და კარგად იხურებოდეს და ღრიჭუები არ კონდეს და საიდანმე წვიმა არ ჩასდიოდეს ფუტკარს და ფუტკარი იწყებს გამრავლებას რა. ყიდულობთ აი ამ 4 ცალ ძირს და უკვე საქართველოში თითქმის ყველგან შეიძლება ითქვას, სადაც არის ყვავილი, სადაც არის აკაცია, მაგრამ აი აკაციობისას დიდებულია მისი ყიდვა. აკაციობამდეც დიდებულია, როცა აი ეს ხეხილი ჩამოვთვალე და ხეხილი ყვავილობს. შესაბამისად, აი ამ პერიოდში ყიდულობთ ამას და დგავთ საკუთარ ეზოში. თბილისშიც შეიძლება, წარმოიდგინეთ, რომ აი ქაშუეთის ეზოში თუ მოხვდებით, აუცილებლად დაათვალიერეთ, აი იქით ალექსანდრეს ბაღის მხარეს, ჩაყოლებაზეა ესე ფუტკარი და რა შრომობს, იცით, გამოუგნებლად შრომობს ფუტკარი. ფუტკარს კიდე ერთხელ გეუბნებით და წეღანაც ავთქვი, როგორც უკვე დადგენილია, უპრობლემოდ 4,5-5 კილომეტრზე შეუძლია ფრენა, ესე რადიუსით და უკვე წამოვიდა საუბრები, რამდენგანმე წავიკითხე, რომ
ზოგი უკვე 6 კილომეტრსა და 7 კილომეტრს ამბობს, მაგრამ ჩვენ ისეთი საშუალება უნდა შევუქმნათ ფუტკარს, რომ ახლო კონდეს რა, კარგად გამიგეთ. აი წეღანაც მოგახსენეთ, რომ მიქონდათ ხოლმე საბჭოთა ეპოქაში ამ ვაშლის მეურნეობაში და ალაგებდნენ ფუტკარს. აი სიტყვაზე მაგალითად ადამიანს, რომ ატენიდან და ხიდისთავიდან წაეღო ძევერაში და ვარიანში, იქ დაელაგებინა ვაშლის ყვავილობისას რა, ეს ჩვეულებრივი რამეა ტრანსპორტირება. მერე მაგალითად იქ მოილია ვაშლი, ხო? მერე მოყავს და სიტყვაზე აი დიდებული აკაციის ტყეებია, ჭალებია, ეს გამოუგნებელია მაგალითად უფლისციხეში და ქვახრელში რა. მერე იქ ალაგებ აკაციობისას რა. მერე აკაციაობა დამთავრდა ცაცხვი, აკაცია მოილია, როგორც ჩვენში იტყვიან, მოიტუსა ყველაფერი, ანუ ყვავილი აღარ არის. ამ დროს როცა აქ გაზაფხული მთავრდება, მოდით ასე ვთქვათ, ივნისის პირველ ნახევარში, პირველ დეკადაში, უკვე ადრეული გაზაფხული წარმოიდგინეთ, იწყება ალპურ ზონაში მაღლა თრიალეთის ზეგანზე სიტყვაზე. ახლა საქართველოს ისეთი ქვეყანაა, ყველგან კაია, სააბრაგოდაო, ხო და შესაბამისად და მეფუტკრეობისთვისაც ყველგან კარგია, ეჭვი არ მეპარება. თუ არ ჩავთვლით ალბათ უდაბნოს და ნახევარ უდაბნოს ახლა ეგეთი და იქაც არის მგონი რაღაცნაირი ყვავილები. შესაბამისად მერე გაზაფხული იწყება ივნისის შუაში, ივნისის ბოლოს ალპურ ზონაში, თრიალეთის ზეგანზე და უკვე იქ აყვავს ფუტკარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართული ფუტკარი ძალიან მარტივად იტანს ტრანსპორტირებას. ეს სკები წარმოიდგინეთ, რომ იკეტება, საფრენი ეკეტება, ეს მაგრდება ეს სამი ნაწილი ერთმანეთთან, ეს არის სკა, ძირი, მერე საკუჭნაო და მერე საბალიში ან ურკალი. ეს მანქანაზე გნებავთ, საბარგულზე გნებავთ შიგ მანქანაში, ვისაც ცოტა ფუტკარი აქვს, იდება. და მიგყავთ ესე ძალიან მარტივად რა, თავარია ჰერმეტულად იყოს სკა დახურული და მიგაქვთ და იქ დაალაგებთ, იქ გაუღებთ კარებს, წარმოიდგინეთ და ფუტკარი ეხლა შესაბამისად ახალ მოსახლეობს იქა რა და იწყებს უკვე შრომას იმ პერიოდში. მერე იქ დამთავრდება დაახლოებით აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, იქაც მოილევა უკვე ყველაფერი და მერე ჩამოგაქვს უკვე ბარში, სოფელში, ეზოში, ბაღში. სახლთან, სადაც ზამთარი უნდა გადაიტანოს და შეიძლება ითქვას გაზაფხულ შეხვდეს, ისე იქ ლაგდება. ეს ჩვეულებრივი რამეა. ახლა კარგად გამიგეთ, არის ისეთი რეგიონები, ძალიან ბევრი რეგიონია ეგეთი, სადაც ფუტკარი ერთ ადგილზე 3 თვე, 4 თვე, 5 თვე მთელი წელიწადი წარმოიდგინეთ, ხშირ შემთხვევაში არ ხდება მისი გადაადგილება და 9 თვის განმავლობაში, 8 თვის განმავლობაში იქ მოიპოვებს თაფლს. მაგალითად, ესეთია სიტყვაზე ურეკი. ესეთია სიტყვაზე ჭალადიდი. ხო ხდებით რა რეგიონზეა საუბარი, ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე არსებობს ისეთი ყვავილები, რომელნიც აი მაგალითად ოქროწყეპლა სიტყვაზე მე როგორც ვიცი ოქტომბერში ყვავილობს. წარმოგიდგენიათ ოქტომბერში და ჩვენ აქაურ მაგალითად შიდა ქართლელ ფუტკარს ისე უხარია პირველად ყვავილობს ენძელა. ენძელა ყვავილობს და ენძელა რო ამოვა ისეთი გახარებულია ფუტკარი რო წავიდეს და მისგან მტვერი და ნექტარი მოიტანოს. საოცრად გახარებულია და ხედავ როგორი მხიარულია, როგორც ცეკვავენ შიგნით. სხვათა შორის ფუტკარი თავის თანამოძმეს საოცარი დღემდე გაუშიფრავი, დღემდე აუხსნელი, წარმოიდგინეთ მილიონობით მეცნიერი რომ მუშაობდა ამაზე, დღემდე გაუშიფრავი სცენით, კოდით, ინფორმაციის გადაცემით ეუბნება რომ აი ამა და ამ ადგილზე, აი ამა და ამ წერტილში არის თაფლი და მე იქ მიეშურება ასეული ფუტკარი. საოცარია ესე ცეკვავს, წარმოიდგინეთ და წრეებს აკეთებს თავისი ღერძის გარშემო და ფრთებს იქნევს. საოცარი სცენაა. და ზოგი 20 წრეს აკეთებს, ზოგი 5 წრეს აკეთებს, ზოგი საათის ისრის მიმართულებით, ზოგი საწინააღმდეგო და ატყობინებს თანამოძმეებს, რომ იქ თაფლია და იქ გარბიან, გამორბიან. მერე ენძელას მერე
ყვავილობს, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, უკვე ხეხილიდან შინდი. შინცაც ძალიან ბევრი თაფლი აქვს, დიდებული თაფლოვანი მცენარეა. მერე უკვე მოგეხსენებათ, ნუში რო აყვავდება და ეს ხეხილი რო აყვავდება, მით უმეტეს აი ამ რეგიონში ფუტკარი ბედნიერია. მთავარია დაემთხვეს კარგი ამინდი. თუ კარგი ამინდია, მაგალითად +14, +15 და ასე შემდეგ და ქარი არ არის, ფუტკარი თავგანწირული შრომობს, თავგანწირული ყველაფერს ტოვებს და გადამდგარია შრომაზე და არის ძალიან ბედნიერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაუტოვოს რა თავის შთამომავლობას თაფლი და მისცეს პატრონს თაფლი და ღმერთს ანთელი, როგორც მოგეხსენებათ, ეს უკვე პოეზია. და არ არის მცდარი, რა თქმა უნდა, არა მარტო პოეზია, მართალი ამბავიც არის და რადგან ეხლა სანთელი ვახსენე და ცვილი ვახსენე. მოდით აი ეხლა ჩამოვაყალიბებ რა პროდუქტები აქვს ფუტკარს. ცვილი, მოდით ასე ვთქვათ, ეს არის მეორე ადგილზე რაოდენობრივად ფუტკრის მიერ მოცემული პროდუქტი. ცვილი არის სანთელი, ეს არის ის შეიძლება ითქვას ჩარჩო, ტარა და ადგილი, სადაც ფუტკარი ჭუპრზდებს, ზრდის, თავს ასხავს, ჭევოს ინახავს და ასე შემდეგ. ეს არის ოთახები, მოდით ესე ვთქვათ, ბინა. ეს ქვედა ბინა, დიდი სასახლე ხო ის არის სახლი, სადაც სკა არის, ხის ყუთი. და მცირე ბინა, მაგალითადvis, სადაც ინკუბატორი აქვს, მოდით ასე ვთქვათ, რომ ადამიანებს წარმოდგენა შეექმნათ, სადაც ჭუპრი უნდა გამოიზრდეთ, თქვენ ეს გინახავთ. ფიჭა გინახავთ, ეს არის უცვილი, საოცარი პროდუქტია, შიგნით ძალიან ბევრი ბუნებრივი ცილაა, მასში გაცილებით უფრო მეტი ცილაა ბუნებრივი, მცენარეული, ვიდრე ესე გამიგია, ვიდრე აი ქათმის ხორცში ცხოველური ცილები. წარმოგიდგენიათ. შესაბამისად, აი ამ სანთელს თუ მოიპოვებთ და სანთელზე გექნებათ ორიენტირი რო იმუშაოთ, თბილისში ძალიან ბევრი სანთლის საამქრო იბარებს სანთელს, მადლობას გეუბნევიან, ზოგან სასულიერო პირები არიან, ზოგან საერო პირები არიან, იბარებენ, მადლობას გეუბნევიან და კიდე გეუბნევიან, მომიტანე. მოდით სავარაუდო ფასსაც ვიტყვით. დაახლოებით 27, 28, 30 ლარი ღირს თაფლი, სიტყვაზე 25 ლარად, 27 ლარად, 30 ლარად იბარებენ. ალბათ გაყიდვა კიდე უფრო ძვირია, სადმე რომ იყიდებოდეს ცვილი და ეს არის საოცარი პროდუქტი, რომელსაც გაცილებით ან თითქმის არა აქვს გამონაბოლქვი, განსხვავებით პარაფინისაგან და აი ამ ხელოვნური სანთლისაგან, რომელიც ყვამლავს და ჭვარტლავს, გინდა ტაძარს და გინდა ნებისმიერ სათავსოს. ეს არის ცვილი. რა თქმა უნდა, თაფლია პირველ ადგილზე რაოდენობრივად, ყოფილა წელიწადი, რომ ერთი სკიდან, ახლა მე მახსოვს ძალიან ბევრჯერ, რომ ერთი სკიდან ამოგვიღია ერთი წლის განმავლობაში გაოცდებით. ალბათ 30 კილო, 35 კილო ბევრჯერ ამოგვიღია ერთი სკიდან. შესაძლოა 40 კილოც ამოვიდეს თუ კარგი წელიწადია. თაფლი კიდე ერთხელ ვიმეორებ, ეს ბავშვებისთვის პანაცეა, ადამიანებთვისაც პანაცეა, ეს უმნიშვნელოვანესი პროდუქტია. ყველა უნდა დაეწაფოს მას და სირცხვილი იმ ოჯახებს, რომელსაც აი მაგალითადvis დღეში რაღაცეებში და ასე შემდეგ მისდით ფული ენრაოდენობით 20 ლარი, 30 ლარი, 50 ლარი, 100 ლარი სიტყვაზე და სახში ბავშვები ყავთ და თაფლი არა აქვთ. აი მე გაოგნებული ვარ მე შესაბამისად რომ ბავშვი იზრდება და ჩემ ბავშვს თაფლი არ უყვარს, ესეთ რაღაცა სიტყვიან ხოლმე, კარგად გამიგეთ და გაასინჯე ეხლა ზოგი კამფეტი ერთ ბავშვს არ უყვარს, მეორეს უყვარს, ხო, მაგალითადvis ზოგს დათუნია უყვარს და ზოგს მომპასი, ხო, იყო ეგეთი კამფეტი იმ სახელმწიფოში. შესაბამისად ანალოგიური მომენტია რომ გაასინჯეთ, მოდი სხვანაირი თაფლი გაასინჯეთ, მე ეს თაფლი სხვანაირად გაასინჯეთ. თაფწყალში გაასინჯეთ, მერე ნამცხვარში გაასინჯეთ, მაგალითადvis კარაქთან ერთად იქნებ მოეწონოს, იქნებ ნამცხვარში მოეწონოს, რაღაცა სხვადასხვა საშუალებები სადეთ გემუდარებით რა.
ეს უმნიშვნელოვანესია მოზარდისათვის, გულისთვისაც, ნერვული სისტემისათვისაც, სიმაღლეში ზრდისთვის, კუჭნაწლავისთვის, აი ყველაფრისთვის, ახლა ექიმივით გამომდის დილედანტნის დონეზე, მაგრამ მაინც რა. ეს არის თაფლი, ანუ ყველაზე იაფიანი პროდუქტი. წარმოიდგინეთ, ყველაზე იაფიანი პროდუქტი ფუტკრისა. ცოტა უფრო ძვირი ეს არის დინდგელა, პროპოლისი. მე ვეძებე ამ სიტყვის შესატყვისი რუსულში, ლათინურში, ბერძნულში, ინგლისურში, ანუ სადაც ხელი მიმიწვდა, კარგად გამიგეთ და დინდგელა, ქართულად რო დინდგელა ქვია და ლათინურად პროპოლისი ქვია, სხვა ენაზე რო პროპოლისის გარდა რამე ერქვას, ან ითარგმნებოდეს, ან იძებნებოდეს, ვერ ვიპოვე, წარმოგიდგენიათ და ეხლა ჩვენ რო პირველი მეფუტკრეები ვართ მაგაზე, მოდით აი ბოლოში დავიტოვოთ ერთი 10 წუთი და რაში ვართ პირველები, აუცილებლად განვიხილოთ, რაში ვართ პირველები და რა მივეცით, რა გადავეცით კაცობრიობას, დაწყებული თითქოს მარტივია აი თაფლიდან და მეფუტკრეობიდან, გაგრძელებული სხვადასხვა ნივთი იყო თუ ცოდნა იყო თუ საშუალება იყო აი ამით გაგრძელებული. შესაბამისად, მესამე ადგილზეა დინდგელა, პროპოლისი, ეს რაც ღმერთ შეუქმნია ანტიბიოტიკი ბუნებრივი და ანტისეპტიკი, ეს არის დინდგელი. სად იყო ადრე ეს საშუალებები და აი ადამიანები ამით ირჩენდნენ მაგალითისათვის ჭრილობას, ამით ირჩენდნენ ანთებით წერტილებს და ასე შემდეგ და თქვენ იცით რომ დინდგელათი უამრავი რამე მზადდება. ერთ-ერთი უმარტივესი არის მისი ეგრევე ძალიან მარტივად ცარიელ კუჭზე უმად 4, 5, 6 ცალი ხორბლის ტოლი ნამცეცის გადაყლაპვა რა ეს კიდე ერთხელ გეუბნებით არის საოცარი საშუალება და მილიონი სხვა საშუალებაა თქვენით მოძებნეთ ეს არის დინდგელი 1 კილო ფასობს სავარაუდოდ 120 ლარი 130 ლარი 140 ლარი 150 ლარი აი ესეთი ფასი აქვს დინდგელს შემდეგი პროდუქტი არის ჭეო. არა, ჯერ ყვავილის მტვერი. წარმოიდგინეთ, თქვენ აუცილებლად გინახავთ, რომ აი ყვავილთან მიდის, ყვავილში იქიდან ხონ იღებს ცხადია ნექტარს. და ეს ნექტარი რომ მოაქვს, რისგანაც შემდგომ თაფლი მზადდება და სხვათა შორის რამდენჯერმე გადაამუშავებს იმ თაფლს და ცვილიც თაფლისგან მზადდება. ფუტკარს ამასთანავე ყვავილიდან მოაქვს ყვავილის მტვერი. ესე ფეხებზე აქვს გუნდები, მოყვითალო, ნარინჯისფერი, აი ესეთი ფერისა, ძირითადად მოწითალო ფერის ბურთულები მოაქვს, ეს არის ყვავილის მტვერი, მტვრიანებიდან აგროვებს, ფეხებზე იწეპებს ალბათ ტკბილი ნექტრით და მოაქვს. წარმოიდგინეთ, აი ნახევარი ან მესამედი ხორბლის ტოლია ხოლმე თითო მარცვალი ზომით და ეს არსებობს ტექნოლოგია როგორ უნდა წაართვა ფუტკარს სანამ სკაში შევა მაგასაც გეტყვით ეს შესასვლელში ფეხებზე აქ დამაგრებული წარმოიდგინეთ აქეთ და იქით და უკანა ფეხებზე ბარკლებზე და რო ესე დაუდებენ ხოლმე პატარა ბადეს რომელსაც აქ დაახლოებით აი წარმოიდგინეთ მილიმეტр კვადრატიანი უჯრედები და იქ ფეხი ჩაუვარდება ფუტკარს წარმოგიდგენიათ და ჩაუვარდება ფეხიდან მოწყდება ესა და გვერდზე გადმოვარდება ხოლმე ეს ყვავილის მტვერი და ესე ვაგროვებთ ყვავილის მტვერი დაახლოებით 150 170 200 ლარი ღირს 1 კილოგრამი ანუ 100 გრამი 15 გრამი ეს არის ვიტამინების მდინარე აი ყვავილიდან მოტანილი ვიტამინების მდინარე და თან საოცარი გემოვნური თვისებები აქვს განსაკუთრებულია ხოლმე მაგალითად განსაკუთრებულია სუროსი და რამდენიმე შესაბამისად ძალიან გემრიელია აუცილებლად გასინჯეთ აი ამას რომ მოიტანს იგი ინახავს ამას აი ამ უჯრედებში 6 კუთხა პატარა უჯრედები რო აქვს სკას და შესაბამისად იქ ინახავს და მას ტუტე რეაქციით გადაამუშავებს და ამზადებს ჯადოსნურ აი მართლაც პანაცეა პროდუქტს სახელად ქვია ჭეო
პატარა უფლისწულში როა, რომ ადამიანები რომ მიახვედრო როგორი სახლია, დიდი სახლია, ლამაზი სახლია, უნდა თავიდანვე უთხრაო, რომ ეს სახლი მილიონი ღირსო და ვა, რა დიდებული სახლი ყოფილაო იტყვიან, ხო ხდებით? იცით თქვენ ეგ მონაკვეთი პატარა უფლისწულიდან გენიოსი სენტ-ეგზუპერისა. შესაბამისად იქ არის ესეთი ცნობა და მეც ეგრევე გეტყვით, რომ ჭეო ღირს 400 ლარი. 400 ლარი ღირს 1 კილოგრამი ჭეო, 350 ლარი ღირს 1 კილოგრამი ჭეო, დაახლოებით ესე იგი 100 გრამი 35-40 ლარი დაახლოებით და ეს არის ის პროდუქტი, რომელსაც ფუტკარი აჭმევს თავის შვილს, ჭუპრობისას, პატარა ბარტყს, წარმოგიდგენიათ? აი ამისთვის ხმარობს თვითონ ფუტკარი. და ახერხებს იმას, რომ ესე პატარა პერიოდში აი ეს თითქმის უხილავი 0.2 კვადრატული მეტრის 0.2 მილიმეტრის სიგრძის 0.3 მილიმეტრიანი სიგრძის კვერცხი გადაიქცევა ორ კვირაში 16, 17, 18 დღეში, 20 დღეში გადაიქცევა სრულყოფილ ფუტკრად, ხო? ხვდებით როგორი რამეა და აი ამას აჭმევს აი ამ ჭუპრობის პერიოდში და ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი და ეს უნდა ჭამოს მოზარდმა, ეს უნდა ჭამოს აი სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანმა, ეს არის ჭეო. იკითხეთ აუცილებლად, აი და მოსთხოვეთ მეფუტკრეს, რომ აი ჭეო მომიპოვეთ, აი ჭეო ამომიღეთ ხო და ჭეოიანი ჩარჩო მომეცით ხო რა. და რაღაცას დააფასებს ახლა კარგად გამიგეთ რა და გამზადებული ჭეოებიც იყიდება, მაგრამ მენდეთ რომ უმჯობესია რომ აი ჭეოიანი ჩარჩო იყიდოთ და იქიდან ჭეოები ამოაცალოთ თქვენ თვითონ რა. არ უნდა იყოს ძველი, კარგად გამიგეთ ახლა რა. ვისაც გინდა იმას ეწყინოს თუ მაღაზიებში ძველებს ყიდიან. შესაბამისად აი ეს არის ჭეო უმნიშვნელოვანესი პროდუქტია და დაეწაფეთ, ძალიან გთხოვთ. მერე მოდის ფუტკრის რძე ჭუპრობის პერიოდში დედა ფუტკარი არის, წარმოიდგინეთ, რა შევადარო და აი შედედებულ რძეს შევადაროთ, რუსულად რომ ბრჭყალებში ზგუშონკას ეძახიან, ხვდებით რატომაც ვთქვი ესა, წარმოდგენისათვის, აი ეს შესაბამისად, აი ესეთი სითხეა და დედა ფუტკარი გაცილებით დიდი ჩარჩო აქვს მას და გაცილებით დიდი ზომისა არის თვითონ დედა ფუტკარი და ამ დიდ ჩარჩოში აი როგორც პლაცენტა ესეთი ფორმა აქვს ამას და შიგნით არის ესეთი სითხე, რომელიც ასევე საოცარი პროდუქტია. თქვენ თვითონ მოძებნეთ, რისთვის არის საჭირო და რისთვის არის ამკურნალო ფუტკრის რძე 1 ლიტრი 1000 ლარზე ადის მგონი და 1200, 1300, 1500 ლარზე ადის და ოპტიმალურია და სასურველია რომ იგი იქვე სკასთან იქნას მიღებული და არა მაგალითად აი ტრანსპორტირებული, გადატანილი, შენახული და შემდეგ. მე ესე ვიცი, კარგად გამიგეთ რა. ეს არის ფუტკრის რძე. აი საოცარი პროდუქტია. მერე მოდის შხამი, რომელზედაც არ ვილაპარაკებ მე, იმიტომ რომ ფუტკარს ვნებს, რა თქმა უნდა, ზოგ სფეროში და მედიცინაში და ფარმაციაში და შემდეგ ეს მნიშვნელოვანი პროდუქტია და უბრალოდ მე იმას განვიცდი, რომ შხამს რო იღებ ფუტკრისაგან, იმ ფუტკარს ბნიდავს გამიგე, ბნიდავს და მოდით ქართული ფუტკარი ღუპავს, აი შეიძლება ითქვას კლავს რა. ეგრევე არ აკლავს რაღაც პერიოდის მერე, მაგრამ დავრდომილია ფუტკარი, ვეღარაფერს ვეღარ აკეთებს. ჩემი აზრით დანაშაულია რა, კარგად გამიგეთ, ხო და მოდით აი შხამია ეხლა რა, ალბათ შხამია და არა ქართული ფუტკრისგან აიღონ ხოლმე რა და ჩვენ ესენი რაც ჩამოვთვალეთ, ყველა ჯანსაღი პროდუქტია, პირიქით ფუტკარს უხარია ამას რო სტაცებ, გამიგეთ? გინდა თაფლს საკუჭნაოდან, გინდა ცვილს, რაღაცა შემდეგ უხარია ფუტკარს და გაძლევს, სიხარულით იძლევა. გლოცავს, როცა უვლი და არ იკბინება, არც ერთ შემთხვევაში არ იკბინება ფუტკარი კიდე როცა ბუნებრივი ყრა არის. ბუნებრივი ყრა არის საოცარი მომენტი, ახლა როცა ვეღარ ეტევა უკვე ფუტკარის კაში, წარმოიდგინეთ რომ იქ გადაწყვეტილებას მიიღებენ შიგნით, კარგ მეფუტკრეს ეს არ უნდა გამოეპაროს, როცა ესე აი ამ ჩარჩოებზე ჩამოზრდიან, ერთი დედას კაში ცხადია, იცით ესა თქვენა და ჩამოზრდიან ჩარჩოზე
7, 8, 12, 15, 20-იც დამითვლია სადედე უჯრედს. ხო ხდებით რის თქმა მინდა. და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ SKL ემზადება გასამრავლებლად. ეს ადამიანმა შეუძლია, ისე ადამიანს შეუძლია, რომ აღმოფხრას ესა და არ მოხდეს ესეთი გამრავლება და ხელოვნურად გაყოს, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ SKM ბუნებრივად იყარა, წარმოიდგინეთ ეს გამოდის ბუვილი ქვია, ბუვილი სულხან-საბას ლექსიკონში ფუტკრის ხმაურს, გამაოგნებელი და ძალიან სასიამოვნო, აი სიმღერასავით სასიამოვნოდ ჩაგესმით მისი ხმა და თანაც უწყინარი ძალიან და ეს ბუვილი არის ხოლმე საფუტკრეში. გამოდის, წარმოიდგინეთ, მოდით ასე ვთქვათ, აი რომ წარმოიდგინოთ 10,000 ფუტკარი, 15,000 ფუტკარი ცალი და იწყებენ SKS-თან ესე ტრიალს და სადღაც შეიძლება 10 მეტრში, შეიძლება 20 მეტრში, 30 მეტრში, შეიძლება იქვე, შეიძლება ხეზე, შეიძლება ბოძზე, შეიძლება ტალავერზე, შეიძლება ტოტზე, ესე მიაჯდება ეს დიდი გუნდი, წარმოიდგინეთ და ყველაზე დიდი მტევანი, რაც წარმოგიდგენიათ, იმხელა და 2 იმხელა და 3 იმხელა ესეთი მტევნის ფორმის ფუტკრის გუნდია. ხო ხდებით რის თქმა მინდა და აი ამ დროს სრულიად შიშველი ნებისმიერ აი კითხეთ მეფუტკრეს რა შეგიძლიათ სრულიად შიშველი ხელებით ეხლა სრულიად შიშველი სხვა როგორ შეიძლება სხვა რამე მეფიქრა ხო და სრულიად შიშველი ხელებით შიშველი თავით შესაბამისად შიშველი სახით ადამიანი შეიძლება მივიდეს აი ამ ფუტკართან აი ესე მოკიდოს ოდნავ ესე პატარაზე შეარხევს ამ გუნდს და წარმოიდგინეთ რომ აი ამ ორ მტევანში როგორც ვაშლები რო დაილაგოს ადამიანმა სიტყვაზე ან მარწყვები ან ბლები ალუბლები თუთები აი ესე და კიდე გაცილებით უფრო მაღლა მთასავით გაქვს ეს ფუტკრის დიდი რაოდენობა და აი როგორც წარმოგიდგენიათ იქიდან ჩამოიღო და ჩაყარო SKS-ში რამდენჯერმე ეს გააკეთო აი ესე ძალიან ბევრი ჩამომგვიღია და არც ერთ ფუტკარს არ უკბენია და ცხონებული ჩემი წინაპრები ამბობდნენ რომ ამ დროსო ფუტკარიო ვისაც უნდა დაიჯეროს ვისაც უნდა დაიჯერებს ამ დროსო ფუტკარიო ფიქრობს რომ აი დამეხმაროსო ადამიანიო ხვდებით ხო როგორი მომენტია და არ იმეტებს ადამიანს საკბენად რა წარმოგიდგენია და ჯერ არ ყოფილა ბუნებაში რომ ყრის დროს ფუტკარს ადამიანზე ეკბინოს წარმოგიდგენიათ ეს იქ ძველი ფუტკარიც არის, ახალი ფუტკარიც არის, ყველანე და ახალი დედაც არის, წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი ფუტკარია ზრდასრული, გამოყვანილი ფუტკრებია, ზოგი 10 დღის დაბადებულია, ზოგი 5 დღის დაბადებულია, ზოგი 1 თვის დაბადებულია. არავინ არ თქვას, რომ რაღაც აი ახალშობილები არიან, ეს ტყუილია. პირიქით არსებობს ცნობა, რომ ახალშობილები რჩებიან და ძველი თაობა და შუა თაობა გამოდის და თუ ვერ დაიჭირე ერთი დღე აი იქ რო დაეხვევიან, აგზავნიან თურმე მზვერავებს და ეს მზვერავები წავლენ წარმოგიდგენიათ შესაბამისად იპოვნიან სადმე ფუღუროს მოიტანენ ცნობას რომ აი აქ არის ფუღურო და შესაბამისად იქიდან მოდის ინფორმაცია რომ აქა კარგი ადგილია სამოსახლო და მე 1 საათში 2 საათში 5 საათში შეიძლება ერთ დღეში ტოვებენ იმ ადგილს სადაც დაისადგურეს დროებით ესე ღიაცის ქვეშ და მიდიან სადღაც საცხოვრებლად და ტყეებშიც გვინახია, ფუღუროშიც გვინახია, სახლების სახურავშიც გვინახია და მარტივია იქიდან გამოყვანა და მისი გაკულტურება შეიძლება ითქვას და SKS-ში ჩასმა. ეხლა მე კიდე ერთხელ გეუბნებით რომ დაუბრუნდეთ იმას რა. თქვენ თუ იყიდით აი ამ ადამიანთან თუ მიხვალთ ვინმესთან, პეტრესთან, პავლესთან, მეფუტკრესთან, თქვენ სოფელში, გვერდზე სოფელში მე ფუტკრეთა ორგანიზაციაში, მაღაზიაში მე ჩაგერთვებით ტელეფონით თუ ახლო-მახლოს იქნებით, გეახლებით დიდი სიხარულით და აი ყველანაირ ინსტრუქციას გაგიკეთებთ, რა უნდა იყიდოთ მაღაზიაში, როგორ უნდა ჩადოთ, როგორ აი ძალიან მარტივად, კარგად გამიგეთ და ისე მარტივად გაერკვევით, თქვენი გაოცებული, თქვენი გაკვირვებული რა და გახდებით მეფუტკრე, თქვენ შვილებს ეკნება თქვენი მოწეული, თქვენ რო დარწმუნებული ხართ ისეთი თაფლი. ამაზე კარგი რა უნდა იყოს ბავშვისთვის, აი ერთია რომ ბავშვს დედმამიშვილი დაუტოვო. მე განათლება მისცე და მესამე ჯანსაღი კვება მისცე, ხო და ჯანსაღი კვება არის უმნიშვნელოვანესი მოზარდისათვის ქართველი ბავშვისა, მით უმეტეს დღევანდელ ეპოქაში, კარგად გამიგეთ რა, როცა
მაღაზიაში ნაყიდი ძალიან ბევრი პროდუქტი სათულოა. ეხლა ვინმე არ შეომედაოს ეხლა და არ დამიწყოს რატო თქვი, რა ესთვისა თქვი, რომ ყველაფერი გასაგებია, რაც ვიგულისხმებ. ეხლა აი 10 წუთი გაგვჭება ჩვენ და მეფუტკრეობაზე კიდევ ერთხელ გეუბნებით, თქვენ გვერდში ვარ, არასოდეს არ გიღალატებთ, ნებისმიერ ზარზე გეტყვით და გამზადებული იყიდება ყველაფერი, აი ჩარჩოები იყიდება, გამზადებული ინსტრუმენტები იყიდება, ყველაფერი აი აწყობილი და შეგიძლიათ ესე ჩაალაგოთ და გაზარდოთ ეს სკა და გაგიხდეთ სრულყოფილი სკა და მე გაძლევთ პირობას, რომ 90% კარგი ამინდი იქნება და აი რო კარგი ამინდი რო იქნება აი ამ წლის განმავლობაში და თუ არ იქნება კარგი ამინდი კიდე ყვებავთ ამ ფუტკარს რა არსებობს კანდი და სიროფი და აშენებდა ბევრი საშუალება და თქვენ რო გეყოლებათ ადრე გაზაფხულზე სიტყვაზე აპრილში 4 ჩარჩოიანი პაკეტი ეგრეთ წოდებული სკა შეგიძლიათ რომ აგვისტოში გყავდეთ ძლიერი ძირი რომლისგანაც უკვე თაფლი მიიღოთ. აი მაგისი ალბათობაც არსებობს და ის რო ძლიერი სკა გეყოლებათ და მომავალ წელს უკვე შეგიძლიათ ის 2 ცალი ან 3 ცალი 5-ად და 6-ად გადააყეთოთ. მაგაზე მე გაძლევთ პირობას, აი გარანტიას გაძლევთ რა. და თბილისში შეგიძლიათ დაალაგოთ. აი თბილისზე გავიტყვი და დავამთავრებ რა მეფუტკრეობაზე საუბარს და რა გავეცით კაცობრიობას მაგაზე ვისაუბროთ მე. შესაბამისად აი მაგალითად წეღანაც გითხარით ქაშვეთის ეზოში ალაგია ფუტკრის სკები და სულ შრომობენ აი გაოცებული ვარ ხოლმე წარმოედგინეთ და ადრე გაზაფხულზე ეს ფუტკარი წარმოედგინეთ აქედან ალბათ აი მტკვრის ხოვითომ არაფერი მაგრამ მტკვრის ხეობაში დაბლა იქით სადაც აი ფონიჭალა სიტყვაზე სადღაც მაგალითისათვის ქვედა მხარია იქ გაცილებით ადრე მოდის გაზაფხული ვიდრე მთაწმინდაზე მაღლა ხო ფუნიკული ორზე სიტყვაზე და აი ამ წერტილიდან 5 კილომეტრის მანძილზე შეუძლია რომ დაბლა დაეშვას ფუტკარი სადაც ორთაჭალაა სიტყვაზე და ორთაჭალაში ხო არის ჭალები და ასე შემდეგ იქიდან მოიტანოს ნექტარი და მაგალითისათვის მაისის ბოლოს და ივნისში ალბათ მთაწმინდაზე ადის ფუტკარი და მახათას მთაზე ადის ფუტკარი და იქიდან მოაქვს. აი თბილისშიც კი შეიძლება რომ ადამიანს ვისაც პატარა ეზო აქვს, ასე შემდეგ ეს მოახერხოს ძალიან მარტივად. მოდით ახლა დაუბრუნდეთ იმ ეპოქას, აი კიდე ერთხელ გეუბნებით ეს სასიხარულოა, საბედნიეროა რომ ეგვიპტის თაფლი იყო გამარჯვებული და ეგვიპტეში თაფლი ამდენი და ამდენი ათეული საუკუნის და ასე შემდეგ და აი აქ გამოჩნდა ბორჯომის ხეობაში იპოვეს ცოცხალი თაფლი ერთადერთი პროდუქტია რომელიც არ ფუჭდება. აი 5000 წლის თაფლს იპოვი წარმოგიდგენიათ და მეცნიერები ამას სინჯავენ ცხადია, სად არის ახლა გასასინჯი 50 საუკუნის თაფლი, მაგრამ ვიღაც მეცნიერმა ხო გასინჯა და ცოცხალი თაფლია, წარმოგიდგენიათ, ერთადერთი პროდუქტია, მარილი ვერ ძლებს, ვერც არაყი, ვერც ღვინო, ვერაფერი, ეს არის ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც შეუძლია რომ გაძლოს ათეული საუკუნე, თაფლი, საოცარი რამეა, ღვთის საჩუქარია. აი აქედან არის ხო ფაქტია უკვე დადებული რომ აი მეფუტკრეობა და მეფუტკრის მოვლა და მისი გაკულტურება დაიწყო საქართველოს. მოდით შევთანხმდეთ რომ აქ არის დაბადებული ხორბალი, ხო? ყველანი შეთანხმებულები ვართ, კიდე კაი ამაზე მაინც ავართ შეთანხმებული რომ ხორბალი ქართულია, ხო? ძალიან ბევრი ჯიში არის აქ დაბადებული. ყველა შეთანხმებულია უკვე ამაზე აღარავინ აღარ დაობს რომ ხორბალი აქაურია, თაფლი აქაურია და იყო ესეთი გენიოსი ადამიანი, ადრეც საუბრობდი ამაზე, ნიკო კეცხოველი ამბობდა რომ გამოვაცხადოთო კაკალი ქართულ ხედ. ქართული ხე არისო, ენდა აქ დაბადებული, აქ შექმნილი, აქედან წასული. ამაზე ხითხითებდნენ, კარგად გამიგეთ, გრეჩის კი არის და მე აი ამ რო გადაიარა თრიალეთის ზეგანზე მაგისტრალმა გაზისა და ატარებლის ხაზმა უამრავი სამარხი გაიხსნა, უამრავი სახლი ინახა არქეოლოგიურად და ამოვიდა 45-50 საუკუნის წინანდელი ნიგოზიც გარდაცვლილი ადამიანების სტომაქებში ნაჭუჭიც, უღელიც, ფოთოლიც, მერქანიც, კაკლის ხო ყველაფერი სამკურნალოა. შესაბამისად,
ესეც ჩვენ მივეცით კაცობრიობას. იმ ეპოქაზეა საუბარი და მერე იქ ვაშლიც აქაურია, ალუბალი, ქართული ალუბალი, ქართული ფუტკარი, ქართული ჯიშის უამრავი მოდით ვთქვათ, რომ აი კაცობრიობა აქედან წავიდა და წაიღეს და ლითონზე ჩამოვაგდოთ საუბარი 45 საუკუნის წინანდელი ოქროს ლომი გაიხსენეთ წნორელი და 27-38 საუკუნის წინანდელი თრიალეთის ოქროს თასი გაიხსენეთ და აი რა გამახსენდა ახლა იცით რომ აი სარგონისა და ტიგლარ-ფილასერის ცოლების სამარხებში და ოთახებში და საცავებში ოქროებს პოულობენ გამიგეთ და ასურული პირდაპირ არის აღწერილი რომ ნაყაჩაღარია აი აქედან დიაოხიდან და კოლხეთიდან არის წაღებული ოქრო და ოქროს ტექნოლოგია და ხალხი და ხელოსნები და ასე იგივე სკვითები რომ ჩამოვიდნენ აქადა რომ დაგვაყაჩაღეს წარმოვიდგინეთ 27 საუკუნის წინ და 26 საუკუნის წინ ასე შემდეგ მერე აი სკვითური ოქრო წარმოგიდგენიათ და იმაში პოულობენ მერე დნეპრისპირეთში და დონისპირეთში და ასე შემდეგ სკვითური ოქრო ტექნოლოგიაც აქედან არის წაღებული ალბათ ოქროც აქედან არის წაღებული და ასე შემდეგ და ხელოსნებიც აქედან წაიყვანეს და ასე შემდეგ და მე ახლა ვწუხარ რომ დრო მთავრდება ეროვნულ საკითხზე და ქართულ ფასეულობებზე სამწუხაროდ გვიან დავიწყე საუბარი აი ესე უცნაური ესე გარბის ხოლმე დრო ეს 1 საათი კიდე ერთხელ ვიმეორებ ამაზე მე და გეგა ვისაუბრებთ იმ ხალხზე იმ ერზე იმ მოდგმაზე რომელიც აუცილებლად ცხოვრობდა ბაბილონამდე რა ხალხი იყო ვინ იყო რა წყაროები არსებობს ვინ მონაწილეობდა ბაბილონში და ვინ არ მონაწილეობდა ვინ დაკარგა ენა და ვინ არ დაკარგა ენა არსებობს უკვე უამრავი ერთმანეთთან შეჯერებული გადმოცემა ამაზე ვიმსჯელოთ შემდეგ გადაცემაში და კიდე ერთხელ ვიმეორებ და გთავაზობ არ დაიზაროთ გახდით მეფუტკრეები მეტნაკლებად ეხლა მომიტევეთ ამ მე ვინა ვარ ამას რო გეტყვით მაგრამ აი პატრიარქმა გთხოვათ რომ სოფელს დაუბრუნდით პატარა ეზო შემოსაზღვრეთ ერთი მიასედი ორი მიასედი მოიპოვეთ სადმე ხალხო თქვენ სოფელში ჩადით კარგად გამიგეთ ერთი ხელფასი გადაიხადეთ ორი ხელფასი გადაიხადეთ იმაში რომ 100 კვადრატული 150 კვადრატული ეზო გქონდეთ სადმე და მამულთან სიახლოვე დიდი ბედნიერება ძალიან დიდი ბედნიერება როგორ შეიძლება ქართველი ადამიანი ნიადაგთან, მამულთან, ბალახთან, ხესთან არ იყვეს ახლო კავშირში და ბუნებასთან რამაც ჩვენ გადაგვარჩინა აქამდე მოგვიყვანა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაღონიეროთ, გიორგიანელებო, პირველო მიწათმოქმედებო, ოქროს ხალხო. მადლობა, მშვიდობა, წარმატება.